მეც ახლა როდესაც ამას უსმენ ხოლმე მართლა მეტირება. როდესაც წაიყვანესო მამაო, მაშინ ჩემმა ძმამო თქვა რომ მამა აღარ მოვაო და ამ დროს საათი ესე აწკრიალდა. ყოველ 1 საათში აწკრიალდებოდა ხოლმე. ძველი მუსიკალური საათი საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მღვდლის პროკოფი ჩიგოგიძის ტრაგიკული ისტორიის ნაწილია. ასეთივე იყო, იმ საათის ეს დეტალი დაგვრჩა. რუსუდან ჭანტურიშვილი დედის მიერ მოყოლილ ამბავს იხსენებს, რომელიც 1927 წელს რეპრესირებული ბაბუის დაპატიმრებას უკავშირდება. ბაბუა პროკოფი, მისი მეუღლე ანასტასია. რუსუდან და თეიმურას ჭანტურიშვილების ორივე ბაბუა 1927 წელს დახვრიტეს, თუმცა ოჯახმა ამის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცოდა. ჭანტურიშვილების დედას, რომელიც ქვეყნის მტრის შვილად ითვლებოდა, უთხრეს, რომ მამამისი გადასახლებაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბავშვობიდან მე როგორც ერთ ისე მეორე ბაბუაზე მესმოდა ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობდნენ დედაჩემი, ბებიაჩემი, დედაჩემი, მამაჩემი, ბებიები, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ მიკრძალავდნენ არსად ამის შესახებ არ ილაპარაკო, იმიტომ რომ არ იყო ის შიშის გრძნობა მოსპობილი არ იყო ოჯახებში. დედაჩემი როგორც ყვებოდა, წირავდა რუსულათაც, ქართულათაც და ბერძნულათაც იმ ეკლესიაში. მაგრამ ვითარება ისეთი იყო, რომ ნელ-ნელა, როდესაც ეს სამღვდელოება აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ხელის შემშლელი სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის, მერე დაიწყეს დაცინვა ბაბუაჩემის. იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიები და ეკლესიის მოღვაწეები იყვნენ ამ ქვეყნის მტრებად გამოცხადებულები. სინამდვილე ასეთია, რომ ეს პროკოფი იყო სათნო პიროვნება, გარეგნულათაც, შინაარსითაც, ქმედებით არაფრით თავი არ შეურცხვენია და მით უმეტეს რომელ მტრობაზეა ლაპარაკი. იმ დროს, როდესაც უკვე მღვდლებს ცუდად ახსენებდნენ, აღარ ნათლავდნენ ბავშვებს, მთავრობის ხალხიც კი ჩუმად, ღამით მოდიოდა სწორედ ბაბუასთან და მას ანათლინებდნენ შვილებს, იცით? მაგრამ მერე მაინც წაიყვანეს. რომ მოვიდნენ წასაყვანად, რაღაცები მოაგროვეს და გაატანეს და 3 დღის მერე დაუხურეთიათ იქ სადღაც ბათუმის და დედაჩემს ეუბნებოდნენ რომ არისო გულის გადაასახლესო და გულის შეტევით მოკვდაო. 2017 წელს ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პირველი სამარხი აღმოაჩინეს. მას შემდეგ აქ 6 ასეთი სამარხი გაითხარა. არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით ამ ნეშტებს შორის უნდა იყოს ჭანტურიშვილების ბაბუა პროკოფი ჩიგოგიძეც, რომელიც ბათუმის ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა. დედა სულ ისე განიცდიდა ყოველთვის, იცით, როდესაც ბათუმში ჩადიოდა, როგორც კი გამოჩნდებოდა ტაძარი, უკვე ტიროდა და განსაკუთრებით ზარის ხმაზე, საეკლესიო ზარის ხმაზე, მოკლედ სულ ქვითინებდა. ყოველთვის დედა სულ ქონდა ეს ტრამვა, სულ. მე არაფერი არ ვიცოდი, ისე ვიზრდებოდი არც მამაჩემიდან და ახლა ამ ჩემი ბაბუას ძმა იყო ერთი დარჩენილი. ოთარ მგელაძის ბაბუა ხულოს რაიონში მცხოვრები დაუდ მგელაძე ერთ-ერთია აჭარის სამარხში აღმოჩენილი იმ 6 ნეშტიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა. ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში სჯეროდათ, რომ დაკავებული გადასახლებული იყო, ან თურქეთში ნათესავებთან აფარებდა თავს. მოულოდნელი მოვიდენო, ხელბორკილები დაადვეს და წაიყვანდა და იმის მერე ჩვენ არ ვიცით ცოცხლები არიან თუ მკვდრები, იმიტომ რომ ახლა ცოცხლებს რატო ვარაუდობდნენ? იმ დროისათვის ასეთი დაჭერილები ზოგი ყაზახეთში გაასახლეს. ზოგი თურქეთში, სადღაც სხვადასხვა ქვეყნებში და ასე გვეგონა ჩვენ და ამ იმედით ცხოვრობდნენ, ამ იმედით გარდაიცვალა ჩემი ბები, ელოდა მაინც. დნმ-ის კვლევა ოთარ მგელაძეს 3 წლის წინ შესთავაზეს, რაც დღეს ნეშტების იდენტიფიცირების ერთადერთი შესაძლებლობაა. საბოლოოდ 3 წლის შემდეგ 99%-იანი სიზუსტით დადასტურდა, რომ სამარხში აღმოჩენილი ერთ-ერთი ნეშტი სწორედ მის ბაბუას ეკუთვნის. დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ აპირებს, რომ ბაბუა ოჯახის სასაფლაოზე, მისი მეუღლის გვერდით დაკრძალოს. ამ ნეშტიდან ვარ მე წარმოშობილი, ხო? უფრო მეტად მიმაჩნია, რომ თავის მიწაში დაისვენოს 87 წლის შემდეგ.
ვიდრე ის რაღაც შეიძლება ეს მემორიალის კარგი სანახაობა არის, მაგრამ იქ მაინც მის მეუღლის გვერდზე დავასაფლავებ, წარწერას გავაკეთებ, რომ ეს ასე მოხდა, კაი სასაფლაოს გავუკეთებ როგორც ბებიას და იქნება და ნამდვილად დავაწერო 37 წლებში დახრეტილი ბაბუა არის და იქ იცოდენ. აჭარის სამარხში აღმოჩენილი ნეშტების კვლევა მესამე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. კვლევის პროცესს სასამართლო ანთროპოლოგი მერი გონაშვილი ხელმძღვანელობს. ისტორიული და ემოციური გამარჯვება ორივე. პირველ რიგში, იმიტომ რომ ისტორიულ სამართლიანობას ადგენ და მეორე ემოციური, იმიტომ რომ ოჯახებისთვის მიგა გამხელა შვება. საერთაშორისო კოლაბორაციით მივახციეთ ამ საოცარ შედეგს მინდა ვთქვათ, რასაც თავიდან ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ჩვენ აქამდე მოვიდოდით და 6 იდენტიფიცირებული გვაყოლებოდა. სპეციალისტი თავის ქალაზე დარჩენილ იმ კვალს გვაჩვენებს, რომელიც ადასტურებს, რომ სამარხში აღმოჩენილთა უმეტესობას სწორედ კეფის არეში ესროლეს. გვაქვს ორი შემავალი ცეცხლსროლი დაზიანება. შემავალი ცეცხლსროლი დაზიანებისთვის თავის ქალაზე დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები. ანუ, როდესაც ვაკვირდებით მორფოლოგიას, მახასიათებლებს გარეთა ფირფიტისა, აქ მოტეხილობა არის შედარებით გლუვი, ანუ სადა კიდეები აქვს, შიგნითა ფირფიტაზე გვაქვს ამოტეხილი ძვლები. შესაბამისად, ამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, ეს არის შემავალი თუ გამომავალი მოტეხილობა. აქეთ არის გამომავალი. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, რომელია შემავალი და გამომავალი, ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ განსაზღვრავთ სროლის ტრაექტორია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს უკნიდან წინა მიმართულებით დამახასიათებელი ნიშანია უმეტესობას აქვს მსგავსი მდებარეობა შემავალი და გამომავალი ხვრელების. ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტში სამარხიდან გადმოსვენებულ 150-მდე ნეშტთან მუშაობენ. როგორც მეცნიერი ამბობს, ყველაზე მეტი სამუშაო თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ეს არის ოჯახების ტკივილი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ისინი ატარებენ ამ ტვირთს წლების განმავლობაში, 10 წლეულის განმავლობაში. როდესაც ამ ინფორმაციას ვაწვდით, ეს კი რა თქმა უნდა ერთის მხრივ ჩანს, რომ არის იმ ტკივილის განახლება მათთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ისინი ატარებენ, მაგრამ მეორეს მხრივ არის მოაქვს შვება. პირველად გაუჩნდათ საშუალება ოჯახებს, რომ პატივი მიეგოთ თავიანთი 10 წლეულის წინ დაკარგული წინაპრისთვის. მე თავდაპირველად რო ჩავერთე, სუფთა მეცნიერული კუთხით ჩავერთე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასამართლო ანთროპოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერება, ნამდვილად არ არის. რასაც აქამდე მოვყავართ, არის ზუსტად ეს ოჯახები, მათ წინაშე აღებული ჩვენი მორალური პასუხისგებლობა და აი რომ ესე ღირსეულად ვემსახუროთ ამ საქმეს. ზუსტად არავის არ შეუძლია პასუხის გაცემა კითხვაზე, რა დრო შეიძლება დასჭირდეს კვლევის საბოლოო დასრულებას. მით უფრო, როდესაც პროექტის ამერიკული დაფინანსება დროებით შეჩერებულია. კვლევრებისა და შთამომავლების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი უნდა არსებობდეს. მე სულაც არ მოვითხოვ, რომ ბაბუა ჩემი ცალკე კი ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ ვინ შეძლებს ამას? დასაფლავდეს ნორმალურად, წესიერად ერთად და ობელისკი აიგოს წარწერებით ვინ არიან, ესეც ცნობილია იქ სად ვინცად დაიხურითა და იქ რომ შემეძლოს მისვლა, მივიდოდი და იქ დაუნთებდი სანთელს.